საღამოშვიდობისა ძვირფას ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. დღეს ჩვენს გადაცემაში შევხვდებით ქართულ პოლიტიკაში ოდნავ მივიწყებულ სახეს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი წერეთელს, რომელმაც თავი ყველაზე მეტად ალბათ მაინც ეროვნული მოძრაობის დროს დაგვამახსოვრა. დიდი მადლობა ბატონ ირაკლი, რომ ჩამოვბრძანეთ გორში. და მე თქვენთან ერთად მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობთ და ჩვენი ტელეფონის ნომრებია 713-31 ან 710-39. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ იმ სატელეფონო ქსელიდან, რომელიც ორიანზე იწყება. მხოლოდ უნდა აკრიფოთ კოდი 8270 და როგორც ჩვენთვის ცნობილია და ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, ეს ზარი უფასო იქნება. ასევე სხვა ქალაქებიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, იგივე ხაშურიდან, კასპიდან, ქარელიდან. და 8270-ით აი ამ კოდით შემოხვალთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ბატონ ირაკლი, ჩამოვბრძანეთ გორში. გადაგიხადეთ, მადლობა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დავიწყოთ საუბარი. სად ხართ, რას მოღვაწეობთ? დიდი ხანია თქვენ არ გამოჩენილ ხართ არც ტელეეკრანზე, არც ასე ვთქვათ, საპროტესტო აქციებზე, რომელიც ძალიან ხშირი იყო ხოლმე თქვენი ასე ვთქვათ ეროვნული მოღვაწეობის პერიოდში და არც პრესით ძალიან იშვიათად რო წავიკითხოთ რაღაც თქვენს შესახებ. მე უპირველეს ყოვლისა სამადლობას მოგახსენებთ მოპატიჟებისათვის, რომ თქვენს აი შენიშვნას, რომ მივიწყებული პოლიტიკოსო და შემოსევით, იმიტომ მე ხშირად ვიწევს ურთიერთობას საზოგადოებასთან და უმეტესობა ადამიანები ვინც ხდება აბსოლუტურად უცნობია. მე ვერ არეთრობ, რომ მივიწყებულიყო და ვერც იმას ვუძნებ, რომ ხალხ საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსი ჩემზე ასე ვთქვათ პოპულარული იყოს. ამ შემთხვევაში შემიძლია ნებისმიერ პოლიტიკოსმა გამოისეირნოს ჩემთან ერთად ვართ და დავითვალოთ რამდენი კაცი მომისამება და რამდენი მიესალმება დღეს ნებისმიერ ანგაჟირებულ პოლიტიკოს. რაღაც შეეხება აქტიურობას. ბოლო წლებში ერთადერთი საპროტესტო აქცია, რომელიც იყო ანტისამთავრობო, გაიმართა 2001 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის პირველ კვირაში. იმ აქციაზე ჩემზე აქტიურად იქ არ ყოფილა არც ახალგაზრდობა, არც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები და მეცაც გეტყვით, რომ როგორც ჩვენ აქტიურობდით, ისე რომ აქტიურა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას დღევანდელს, დღეს შეურაცხმე საქართველოში აღარ იქნებოდა. ასე რომ აქ შენიშნოს, რომ მე საპროტესტო აქციებზე არ გამომჩენილი ვარ, ვერ მივიღოთ. ეხლა 2 კაციან, 3 კაციან და 100 კაციან აქციებზე, რომელსაც საგლედაც არ უნარაგდებს და არანაირი ავტორიტეტი და არანაირი რეზონანსი ისეთ აქციებს არ აქვს, ჩემი ბიოგრაფიის კაცი და ჩემი წარსულის კაცი მონაწილეობას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ კაც თუ გადიხარ რინგზე, თუ ვერ დაჯაბრი შესმოწინააღმდეგეს, კაც რო თქვენს მე გავინახო, ხო? გახვიდე რინგზე, ერთხელ მოხსოვს უყურებდი ტაისონის ახალგამოსული იყო ტაისონის ციხიდან და ვიღაც ერთი ამერიკელი თეთრკანიანი ბოქსერი იყო და სანამ დაიწყებოდა ესე იგი მოთამბრძოლა ვისე ეკაჩებოდა ამ ტაისონს და სულ რაღაც ერთ წუთში ტაისონმა 2 წუთში აღდა ნოკაუტში. როგორ გასულიყო ჩვენ ცოტაც ხოჭობდა რომ მე დაუსიადა თუმე თქვენის კერკი და ასე შემდეგ. რა შეიძლება პროცესს არ ვიცი, ჩემი სეიბიშის თავზე ინახება ბოლო 2-3 წლის გაზეთში გამოქვეყნებული მასალები და ბოლოს ჩვენ პრესსამსახურში მომდათვალა 400 სხვადასხვა გაზეთში არის ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნებული. თან ეს ხდება უბრალოდ მე არა ვარ პარლამენტში, ხელისუფლებას არ ვარ წარმოადგენელი და მოუფიქრები ამ სამართლო ხელისუფლებაში ყოფნას საერთოდ არ იყო ამ ქვეყნად იჯობია. დღეს აქ ხელისუფლებას ახლავს საქართველოში და თუ ხელისუფლებაში ყოფნა არის მხოლოდ ასე ვთქვათ თავი ამოცანა, თუ მაგალითად შეიძლება ვილაპარაკოთ. გასაგები. მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, რომ ალბათ თავადაც კარგად მიხვდა მაყურებელი, რომ ჩვენთან სტუდიაში კიდევ ერთხელ გაითიშა ელექტროენერგია. ელექტროენერგია გათიშული იყო გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე და უბრალოდ ცნობილი ხდება ჩვენთვის, რომ რაღაც მოსახლეობაშიც ანალოგიური პრობლემა არსებობს, გაითიშა ელექტროენერგია. ბატონ ირაკლი, რაღაცნაირად ეთქვა ხოლმე და ეს სამწუხარო რაღაც ეჭვის საფუძველი არ მინდა გაგვიჩნდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწორედ გადაცემის ასე ვთქვათ დაწყებისა და მსვლელობის დროს ითიშება სწორედ ელექტროენერგია ჩვენს რეგიონში. თუმცა მთელი დღე არის ელექტროენერგია, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. მოდით მაშინ აქვია ამ თემაზე გავაგზავნოთ საუბარი, იგივე ენერგოკრიზისი, ვთქვათ, როგორც თბილისს, ისე სხვა რეგიონებს ეხება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს დაიძლოს კრიზისი და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ენერგეტიკა მე-20 საუკუნეში და მithumetes 21 საუკუნეში ჩვენი ადამიანური ყოფიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა და ენერგეტიკის გარეშე პრაქტიკულად არის ესეთი ხმამაღლა განცხადებული მეცნიერული და ტექნიკური პროგრესის ეპოქა წარმოუდგენელია. რო დაიძლიოს გლობალურად ამაში ხდება საქართველოს ძლიერი ფინანსური მემარტივად
ჩამოყალიბდა იმიტომ რომ ენერგეტიკოსი მიერება და ეკონომისტი უნდა. თუ საქართველოს იქნება ეკონომიკური და ფინანსურად ძლიერი ქვეყანა და ქართულ ერს და ქართულ სახელმწიფოს იქნება დიდი ოდენობის ფული, არაფერი პრობლემა საქართველოში არ არის ენერგეტიკის აღორძინების და განვითარების, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი რესურსები იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. ასე რომ ჩვენი ენერგეტიკული პრობლემა უკავშირდება სუსტ სახელმწიფოებრიობას თანამედროვე საქართველოში უპირველეს ყოვლისა ფინანსურ ეკონომიკური თვალსაზრისით. ბატონო, მე გადაცემის დასაწყისში აღნიშნე თქვენ გააპროტესტეთ, მაგრამ უფრო მეტად თქვენ მაინც საზოგადოებას ეროვნული მოძრაობიდან ახსოვხართ და ვთქვათ, რა არის იმის მიზეზი, რომ დღეს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია ისეთი ძლიერი, ისეთი ასე ვთქვათ, ვერ დგას, მე ისიც მიგვიყვეს, რომ ვთქვათ, იგივე რეგიონებში თქვენ არა გაქვთ სტრუქტურები, ადგილობრივი სტრუქტურები. თითქმის ყველა პარტია ახლა არჩევნების წინ დაიწყო ჩამოყალიბება, ძველებმა განახლება. არა, ყველა პარტიამ არა. საქართველოში დღეს რეგიონებში სტრუქტურა აქვს სახელმწიფო პარტიებს და სახელმწიფო პარტიების წევრიდან გამოჩეკი ფულით გატენილ პარტიებს. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პარტიას საქართველოში, გარდა ლეიბორისტული პარტიისა, ვინც პოპულარულია და ვისი ლიდერებიც არ არიან უბრალოდ ვთქვათ მილიონერები. ესეთ პარტიას ვერ დამისახელებთ. თუმცა ლეიბორისტულ პარტიაში შედარებით საკმაოდ დიდი ფინანსები და ვერ მოახდინეს. ახლა საქმეშია. ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს დღევანდელი ქართულ საზოგადოებაში, ალბათ ეს ტენდენცია გადაივლის და ასე არ იქნება. ძალიან ადვილად ნავარდობს ფულიანი კაცი. ეს ფულიანი კაცი, როგორ კონდეს ინტელექტი, როგორ კონდეს დამსახურება და სამწუხაროდ საქართველოში ვისაც ფული მოიყარა, ვერ ვიტყვი იმას, რომ დიდი ნაწილი ერთი-ორი კაცის გარდა სახელოვანი ბიოგრაფია ჰქონდეს რომელიმე სფეროში. და სულ ყველა, ვინც მეტაკლებად ფული იშოვნა, ბიძინა ივანიშვილის და ამდენიმე კაცის გარდა, ყველა ერთი ჩემს უფროსო მეგობრებმა მითხრა, ყველა პირდაპირ თუ არა პირდაპირ, ვინც აგინებს და ვინც არ აგინებს, ყველა დღევანდელ ხელისუფლებას უკავშირდება ან თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას, ან ბათუმის ხელისუფლებას. და ხალხს უჭირს ძალიან გაჭირებულია სამწუხარო ტრადიციულმა ეროვნული გმირობის შემართების გზნობა, რომ ცოტა მიინავლეს საქართველოში. ამიტომ ფულიანი კაცი და ფულიანი ლიდერები ადვილად ახერხებენ ხალხის ყიდვას და ასე ვთქვათ ფილიალების ჩამოყალიბებას. მაგრამ ეს ასე არ გაგრძელდება დიდხანს, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს. იმდენი ფული არ არის მთელი ერის მუდმივი მოსყიდვა შეძლოს. და საბოლოო ჯამში არ მგონია რომ საქართველოს ისე დაეცეს და გადახსნიდეს რომ ყველაფერი ფულზე გადაგება. ჩვენი პარტიის დავამთავრე. ჩვენი პარტიის და ჩემი უფრო ნაკლებად შედარებითი აქტიურობის ერთადერთი მიზეზი არის ჩვენი პარტიის უმძიმესი ფინანსური ეკონომიკური მდგომარეობა. აი მე სხვათაშორის მომეკითხებია რა არის შენი შეცდომა. მე ერთადერთი ჩემს შეცდომას მიმაჩნია რომ თავისუფლად საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ აღიზრუნა ძლიერი მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური ბაზის შეზღუდვა. შეგვიძლია გადაგვეშულა დიდი რაოდენობით ფინანსები ისე რომ ქვეყანა არ გვიძარცვა, მაგრამ რა ხდება იცი? ჩვენი გონება, ჩვენი სულისკვეთება, მთელი ჩვენი შემადგენლობა, ხა მედროები ყველა პარტიის ყოლია დაკავებული იყო საქართველოს თავისუფლებით, საქართველოს დამოუკიდებლობით და ჩვენ არ ვიკადრებთ ჩვენი მდგომარეობის და ჩვენი ავტორიტეტის გამოყენება იმისათვის რომ ფული გვეშულა. ჩვენ ასე წარმოგედგინა რომ თავისუფლ და დამოუკიდებელ საქართველოში როგორც ხდება ყველა ცივილიზებულ და ნორმალურ ქვეყანაში ნიჭიერად დამსახურებულ პოლიტიკოსებს დააფინანსებენ ბიზნესმენები. და შემდეგ ჩვენ ესე იგი პოლიტიკოსები დავიცავთ მაკანონურ ინტერესებს. საქართველოში რა ხდება? ვინც ფული იშონა ყველა პარტია გააკეთა ყველას პოლიტიკოსებმა უნდა, მაგრამ არაფერი აქედან δεν გამოვა, იმიტომ რომ ხა როგორც არ უნდა ვთქვათ ვივარჯიშო ხა რამდენი უნდა ვიჩიო და გიორგი კანდელაკს შევეჯიბრები ვერასოდეს თრიმში თუთ მისი დიდი გულშემატკივარია და ვერთო გამომარჯვეს და თქვათ ახლა მე პავაროტის ვერ გავიჯიბრები საოპერო სიმღერის შესრულებაში ისე ეს საზოგადოებაში მაინც ცხოვრება წელმდის და ეს მხოლოდ ფულით მოსული პოლიტიკოსები ძალიან მალე მიეცემიან დავიწყოთ ამ 2003 წლის არჩევნებზე ძალიან ბევრი ფულიანი კაცი ალბათ წაიტეხავს ისე რა დრო გავა საქართველოში თუ საქართველოს უწერია ღირსეულ დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება ალბათ ფულიანი ხალხი ისწავლის შკოლას და პოლიტიკურ სარბიელს მართლა პოლიტიკისათვის დაბადებულ ადამიანებს ესე იგი დაუთმობს და არა იმ ადამიანებს რომლებიც ფულითა და ხელისუფლების წყალობით არიან ასე ვთქვათ პოლიტიკაში მოსული. თქვენ არ გიძებნია თქვათ იგივე დაფინანსებლები. როგორ არ გიძებნია ხო მე ვარსებობში თუ არ ყვები რომ ამყაჩაღობ მათხოვარი რომ არა ვარ და რომ დავდივარ და ასე თუ ისე ვთქვათ რაღაცას ეს კონფერენციას ვატარებ
ყავს ამდენიმე მეგობარი კაცი საქართველოში, ნუ ახლა ერთი ჩემი თავი დაფინანსებელი საქართველოში არ არის, მაგრამ ეს ამიშნობა საქართველოს წასული, რომელიც მე მეხმარება და მე თვითონაც პატარა ძალიან ისეთი მცირე ბიზნესი მაქვს. თუმცა სასაცილოა. ხა სერიოზული ისა, ასე ვთქვათ, მიძებნია, მაგრამ რა ის ხა საქართველოში პური შოვნა ძალიან უჭირთ მაგის გაცემა და ყველა გოგითხარით, ყველა გასაგებად მე რა მაინტერესებს ბატონო, თქვენ ხო გქონდათ მაგალითად აი შანსი იგივე ეროვნული მოძრაობის დროს, მაშინ როდესაც იყო ეროვნული დემოკრატიული პარტია და სხვადასხვა ესეთი მოძრაობა მერა კოსტავა საზოგადოება, აი ყველა მათგანმა ფაქტიურად შექმნა ადგილობრივი სტრუქტურები. მაშინ თქვენ გქონდათ გორში მაგრამ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის სტრუქტურები იყო ყველაზე ძლიერი გორში ჩვენი პარტიის ის ხალხი სადაა ხო? ის ხალხი ახლა ჩვენ პარტიაშია ფორმალურად, მაგრამ თავის გაჭირებია და თუ სამ პარტიამ სერიოზული რაღაცა მდგომარეობა არ გამოასწორა, ახლა მე ჩავიდე და გაჭირებული კაც, რომელსაც თავისი ოჯახის შენახვა უჭირს, უთხრა მოდი ახლა პოლიტიკაში ჩაევით, ან ახლა აღარ არის მდგომარეობა, ჩვენ მაშინ რომ დავიწყეთ ბრძოლა, ჩვენ წინაშე იდგა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ამოცანა და რატომაც ავიწყდებათ ამ გაჭირებაში ჩავმეხმაროთ დღეს საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა და ისე რომ უზარმაზარი მიღწევა. კი ბატონო, ამ დამოუკიდებლობას ბევრი ცუდი მოყვა შედეგი, მაგრამ დამოუკიდებლობას კი არ მოყვა შედეგი. დამოუკიდებელ საქართველოში რომ ის ძალები აღზევდნენ, ვისაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა სიზმარშიც არ უნახავთ და ისინი რომ მართავენ საქართველოს. იმიტომ არის საქართველოში მდგომარეობა. იმიტომ ნათქვამია ხო აჯაბშევლას, ვისაც მოუკლავს ის მოკლავს ხარსაირებს და რქიანსა. და აქ ასეთი მდგომარეობა შეიძლება, ჩვენ ძალიან ძლიერი პარტია გვყავდა, ჩვენო პარტია თავის მოკავშირე პარტიებთან ერთად, ეროვნულ დემოკრატიული პარტიისთან ერთად, წმინდა ილია მარტის საზოგადოებასთან ერთად ჩაატარა საქართველოში გრანდიოზული აქციები, ღონისძიებები, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ფაქტია საქართველოში. ქართველიერი იმის განსხვავდება თქვა უზბეკებისგან, ტაჯიკებისგან, თურქმენებისგან, ყაზახებისგან, რომ მათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა როგორც წყალობა ისე გადაუგდო სოფლიოს დემოკრატიულმა განვითარებამ. მაგრამ ჩვენთვის თავისუფლება არავის არ გადმოუგდია. ქართველმა ერმა თავისი სისხლით, თავისი ენერგიით, თავისი ძალისხმობით მიიღო დამოუკიდებლობა. ხო მე არ გამიგოთო ვინმე შევაწოდოს ვაყენებდა, მაგრამ როგორც ყველა კაცი ღირსებით არ არის თანასწორი, ისე ყველა ერი არ არის თანასწორი თავისი ეროვნული და სახელმწიფოური ღირსებით. და ახლა ჩვენი პარტია ყველა აი ამ წმინდა პროცესში იყო ერთ-ერთი მთავარი ავანგარდული მონაწილე ძალა, მაგრამ შემდგომ როცა მოხდა ეროვნულ მოძრაობაში დიდი განხეთქილება, რაც იყო უარყოფითი მოვლენა და დამღუპელი მოვლენა როგორც ქართული ეროვნული მოძრაობისათვის და შემდგომ დაიწყო სამოქალაქო მათამკვლელი ომი, მერე ჩამოვიდა შევარდნაძე, დაიწყო აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს ომი და მერე დაიწყო ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ერთი მუჭა კრანების ხელში მოიქცა გარკვეული დროით ქვეყნის სიმდიდრე, ნუ ასე დროს ჩვენი პარტია როცა ძლიერი იყო, მაშინ არ უშეულია ფული. მერე რომც მეგონდობებინა ვინ მიშვებდა ფულის შოვნის სათავეში ან რომც მივეშვით ჩვენ არ ვაპირებთ ისე ვიშოვოთ ფული, როგორც თქვათ ხალხისგან აღებული, ხალხისთვის გამოყოფილი კრედიტების ჭამით, ასე თქვათ, გასუფრდნენ ჩვენი პარტიის წევრები, არ ვაპირებთ ამას. მაგრამ ქვეყანა სწორება ვინ იშოვა? ყველას დღეს ვისაც ფული აქვს, ფული გარდა იძინა ივანიშვილის გარდა და ანდრე პატარკაშვილის გარდა იმით რომ საქართველოს ალბათ ვალერი გელაშვილი პოლიტიკურ ძალას განაჩენი, ვისაც საქართველოში დიდი ფინანსები აქვს, ყველამ ან ასლამაბეშის სურათს დაკიდოს, ან ედურჩეოჟის. ნაციონალურმა მოძრაობამ. ნაციონალურ მოძრაობამ მაინც და მაინც თუ არა, ხა ნაციონალურ მოძრაობა მე არ მინდა ეს ახლა კონკრეტულად გვარების და სახელები ვაკრიტიკო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საერთოდ ვერ შედგებოდა როგორც პოლიტიკური შეგვიძლია რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ პარლამენტის ვიცი გაყვანა კომიტეტის თავმჯდომარედ ვიცი ყოფნა უმრავლესობის ლიდერობა და შედო მინისტრად ყოფნა ეს იყო შევარდნაძის კეთილინება. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მაინც და მაინც არ არის ცნობილი საქართველოში როგორც ძალიან დიდი ფულის ასე ვთქვათ მემარჯვენე მრავალრიცხოვანი ორგანიზაციაა და მე არ გამოვიცხავ რომ ნაციონალურ მოძრაობაში მე ამ ინდუსტრიაში 20,000 კაცია და 20,000 კაცო მცირედი შემოწირულობას რო გაიყოს ეს საკმაოდ დიდი თანხაა იმისათვის რომ იმოძრავო. ამიტომ მე ნაციონალურ მოძრაობას არ გულისხმობ თუ ისე როგორც შალვა ნათლაშვილის ფულის ტომრებში. არა, აი მემარჯვენეები, ნუ გორში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამ პარტიამ მიაღწია წარმატებას და თქვენი შეფასება აი ამ ერთმა გამომოჯოთ და ერთმა ეს წარმატება სიკეთეში მოახმაროთ თავისი პარტიისათვის და საქართველოსთვის არავის წარმატება არ მშურს და არავის წარმატება არ მწყის, მაგრამ ეხლა ნაციონალურ მემარჯვენეებს რომ დიდი ფინანსური ხარჯების გაგება მოუხდათ თორე საქართველოს შესაძლებელი ფაქტია, მაგრამ მათი წარმატება უფრო სხვა რამეს ემყარებოდა.
სააკაშვილი რო წამოვიდა მოქალაქეთა კავშირიდან, რო წამოვიდა მოქალაქეთა კავშირიდან ჟვანია და შეურაცხმო რო წამოვიდა და 1-2 კვირა რომ მოქალაქეთა კავშირი უპატრონო იყო, რადგან შეიქმნა ასეთი ილუზია, რომ ხელისუფლებამ შუქი აუნთო მემარჯვენეებს და ახლა ესე იგი გამოწვევა მემარჯვენეთა პარტია იმ პერიოდში როცა ჯორბენაძე ჯერ კიდევ არ იყო მოქალაქეთა კავშირის ლიდერი და მოქალაქეთა კავშირი 2 კვირა თუ 1 თვე თუ 3 თვე ზუსტად აღარ მახსოვს იყო უპატრონოდ მემარჯვენეთა პარტიას როგორც ამბობენ მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ხელისუფლებისგან და გარკვეულწილად მისი წარმატებები ამასაც უკვე თუც ძალიან დიდი რეკლამა ჰქონდა და ფულს ხარჯავდა. მაგრამ რა ხდება ეს უბედურება არ არის, კაცი რომ ფულს ხარჯავს იმ არჩევნებში, ყველა დემოკრატიული ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია სერიოზულად ხარჯავს ფინანსებს. რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ. ბატონო, გუშინ და საერთოდ პრესით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ ფაქტიურად უარი თქვით უკვე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან და მიზეზად დაასახელეთ იურიდიული მონაწილეობას ნიშნავს. ფიცუნად და ფაქტიურად თქო. მე თქვენ გამაცხადეთ. თქვენ სიღარიბე დაასახელეთ მიზეზად პარტიას. ხოლო სიღარიბე. საქმეში იცი რომ პოლიტიკა არის სერიოზული საქმე და საერთოდ არ ვცდილობ პატივს არასერიოზულ ხალხს. იმ საქმეში რაში წარმატება არ გექნება, ყველა დრო და ენერგია უნდა დახარჯო. ჩვენ პოლიტიკაში დიდი წარმატებები ჰქონდა იმ პერიოდში, როდესაც ფული არ იყო, მაინც და მაინც ასე ვთქვათ, გაზომწყობი წარმატებისათვის. თან მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მოსახლეობას არ უჭირდა და რაც ჭირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, თქვათ, ელემენტარული თანხები, ამას შემოწირულობის სახით, წასვლების სახით გვაძლევდა და პრობლემა ჩვენ არ ჰქონდა. ეხლა მოსახლეობა თქვათ, ამ გაჭირებულ და გახატაკებულ მოსახლეობას ყოველ ფინანსურად ამხოლოდ უბრალოდ უხერხულია, ხო? მე რა ვთქვი, რომ თუ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია ვერ შეძლებს თავის გარშემო მოუყაროს არჩევნებისათვის აუცილებელი ფინანსებს, ამის საფუძველზე შექმნას არჩევნებისათვის აუცილებელი სერიოზული ბაზა, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეხლა ჩვენ ავეკიდოთ სხვებს, აქ უკვე ჩვენი თამოყალიბები შეგვიძლია. ამ თემას ცოტა გვიან ვისაუბროთ. ეხლა მაყურებელი გველოდება ხაზზე. აი ეს მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გთხოვთ დასვათ კითხვა. იყრით თუ არა კეთს პრეზიდენტობის კანდიდატად და თუ არ იყრით ვინ მიგაჩნიათ პრეზიდენტობის კანდიდატობის ღირსად. კითხვა გასაგები. იყრის თუ მე არა? გავიგე კითხვა, როგორც ვთხოვდი მომავალ მოყოლებს, ცოტა ხმა მომდა, ძალიან ცუდად მოდის პასუხი. 2000 ეხლა რომ მე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება ამის თაობაზე სერიოზული მიღებული არ მაქვს, იმიტომ სანამ არ ჩატარდება 2003 წლის არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან ბევრი რამ შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში, უბრალოდ არასერიოზული იქნება დღეს ჩემი ისევ ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის კაცმა განაცხადი გააკეთოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მე ნებისმიერ დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყრი საპრეზიდენტად კეითს თუ წინასწარ მექნება ინფორმაცია, რომ ჩემს გარშემო ერია დარასმული. არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ზოგიერთი და შემდეგ 2-3%-ით გამოსხარობდი, მაგრამ თუ იყრი არჩევნებში, მაშინ მე გამიმარჯვა. თუ არ გამიმარჯვა, ყოველ შემთხვევისათვის შენობის წინააღმდეგი რომ მიიღებს რა 50%-ს, შენ 35% მაინც უნდა მიიღო და როცა მოწინააღმდეგე 40%-ით გასცემს, თუ თამოყალიბება გაგაჩენია და ქრისტიანი ხარ, მაშინ უნდა გახვიდე პოლიტიკიდან, თუ არ ხარ ქრისტიანი, უკვე თავი უნდა მოიგო. ხო, კითხვა პოლიტიკა ჩემთვის არის თამოყალიბების სარბიელი და მე ვერ ვიგებ ისეთ პოლიტიკოსებს, რომ იღებენ მონაწილეობას ისეთ პროცესებში, რომელი პროცესებად შედეგად მოდის მათი გამასხარებელი. 2003 წლამდე ყველას მხრიდან ძალიან არარეალურია და არასერიოზული და არასოლიდურია განაცხადი გააკეთოს. განაცხადები გაკეთდა ფაქტიურად ვის იგივე განაცხადი? ჟვანიამ გააკეთა განაცხადი. ჩვენ ეთერში აი აქ აი ამ სტუდიაში თქვენს ადგილზე იჯდა შალონა თელაშვილი, როცა თქვა რომ კი ვადასტურებ ინფორმაციას რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას. აი ერთმა იმედი რომ ორი უშავო. ადამიანი ადამიანი ხო ქრისტიანი. თქვენი აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მაინც მაინტერესებს თქვენი შეფასები, თქვათ რამდენს და შალონა თელაშვილი ძალიან მაგარი გონია თავისი თავი და მე ჩემს შესაძლებლობებზე არ მაქვს ისეთი გადაჭარბებული წარმოდგენა, როგორც საფრთხე დათელაჟი და ჟურნალისტი მაგალ. ქრისტიანობაში რა თქმა უნდა კაცი იმედი ცხოვს და ვერთან მოუშოროს პრეზიდენტობის იმედი დურჯვანიას და რუსააკაშვილს. ეს ქართული უნდა გადაწყვეტოს ვინ იქნება პრეზიდენტი, ან იქ ჭირდება თუ არა საერთოდ ეგ ის. ესე იგი გამომდინარე აქედან ბატონო მე მინდოდა დამისვა ეს კითხვა და ნუ დავსვავ ამ კითხვას. თქვენ ესე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობაზე უარს არ აცხადებთ. მიუხედავად იმისა, რომ გაღარიბებულია პარტია და ფინანსები არ გაგაჩნიათ. და რაც მომავალზე ფიქრობთ. აი ამ პრობლემების დაძლევა როგორ მიგაჩნიათ? აი როგორ უნდა მოხერხდეს აი ეს თუ საქართველოში
რა ვიცი, როცა სერიოზული პოლიტიკური მოძრაობა მიდის ჩვენს გარშემო არ დადგა იმდენი ხალხი რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მაინც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ასე ჩვენი პარტია არ ჭირდება და თუ ერთ არ ჭირდებით, თქვენ რას თავაზობთ ხალხს მაშინ? ჩვენ პროგრამა რაც შეგვიძლია განაცხადოთ, ეს შეიძლება ძალიან უცერემონიო ამბიციური განცხადება გაუვიდეს, მაგრამ პროგრამაში და პოლიტიკურ დებატებში ჩვენი პარტია დაეჭიდება ყველა საფეხბურთო და აუცილებლად დაამარცხებს. იმიტომ კი არა რომ ძალიან მაგრები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ტყუილები არ გვაქვს და მთელი საქართველოს პოლიტიკური სამხედრო სტრატეგიული განვითარება მიდის ზუსტად იმ რელსებით და იმ მიმართულებით, რომელიც იწინასწარმეტყველა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ ჯერ კიდევ 15 წელს უკან. არავინ არ ლაპარაკობდა მაშინ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე კი არა, საბჭოთა კავშირის დაშლა ვერ წარმოედგინა. საკუთარი ლანდის ეშინოდათ დადიოდნენ და ჩვენთან ახლოს მოკარება არ უნდოდა. და შემდეგ რო გადაბრუნდა ურები და რო აღარ გახდა საშიში პოლიტიკა, მერე უძაღლო ქვეყანაში კატება დაიწყეს ყეფა და კატის ყეფა როგორი მოსასმენია, ეს უკვე რა ვიცი, თვითონ საზოგადოება და ეროვნულ განსაზღვრებას. ჩვენი პროგრამა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის პროგრამა არის ყველაზე რეალური, ყველაზე ეროვნული, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე პრაგმატული და ამიტომ ჩვენ სწორედ ამის იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროგრამით, ჩვენი ბიოგრაფიით და ჩვენი კეთილსინდისიერი დამოუკიდებლობით ქართული ერისადმი და ჩვენ ეს პროგრამა არ არის გაყინული, მე ძალიან სერიოზულად ვიმუშაობ თეორიულად, ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეროვნული სულისკვეთები თუ უწერია საქართველოს ძლიერ და თამოყალე სახელმწიფო ჩამოყალიბება, ჩვენს გარშემო უნდა ჩამოყალიბდეს და თუ საქართველოს უნდა ჩამოყალიბდეს მოცეკვავე, მოთამაშე, აკიმასხარა ხალხის ერთიანობად, მაშინ რაც უნდა ასეთ საქართველოში ირაკლი წერეთლის და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ადგილი არ არის, მაგრამ მე არა მაქვს იმის ასე ვთქვათ იმედი, რომ დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასალის, სიმონ მეფის და რა ვიცი, უამრავი გმირის წარმომშობელმა ერმა ეროვნულ სულისკვეთებაზე, მაგრამ როცა ცოტა ამოვისმით კავშირი, ეს მოთამაშე და ბალეტმეისტერი პოლიტიკოსები დააყენეს. ამის იმედი ამიტომ ეს ჯობია რაღაც კონკრეტული გვარები თქვა ხოლმე ამ შემთხვევაში ვიზმის. კონკრეტულ გვარებს თუ დამისვათ შეკითხვას, მე პრინციპში ჩვენი პარტიის და რამდენიმე პარტიის გარდა ყველას მოთამაშე პოლიტიკოსს ვინაჩილი, იმიტომ რომ ვერ დამისახელებ ცნობილ ვერც ერთ პოლიტიკოს, რომელმაც ერთი ხუთი პარტიამდე არ გამოიწვია. ასე. აი ნატო ახსენეთ და რამდენიმე წლის წინ საუბრობდი ამ თემაზე თქვენ. რამდენიმე წლის წინ 15 წლის. კი, საუბრობთ ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვებიდან საუბრობთ. პარტიის პროგრამაში ეს იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულება. არა მარტო ნატო. ეს ფაქტიურად გადაიდგა პირველი ნაბიჯი. გადაიდგა, მაგრამ ნატოსკენ. ხო, აი თქვენი შეფასება მაინტერესებს. კარგია რომ გადაიდგა, მაგრამ დაგვიანებულია და მარტო როდესაც არ არის ჯარი ეს არის სწორედ ხელისუფლების და ნაციის პრობლემა. საერთოდ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ერი და სახელმწიფო ძლიერი შეიარაღებული ძალების გარეშე გავს უსუსურ ნადირს, რომელსაც აღარ გააჩნია კბილები და ბიჭყალები. სახელმწიფოს ღირსების, ეროვნული ღირსების ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი არის ჯარი, მithumetes საქართველოში. ჩვენ სხვა ტრადიციების ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, საქართველოში ბიზნესიც უნდა განვითარდეს, ვაჭრობაც უნდა განვითარდეს, კულტურაც უნდა განვითარდეს, მაგრამ აჭარები ხო არ უნდა იყოს საქართველოში, მარტო ესე დღეს საქართველოს გული შეხედო, აი გაიარო საქართველოში და საქართველოს ისტორია წაკითხული არ ქონდა რო არ იწოდა საქართველოს ისტორია. შეიძლება უარეთქო საქართველოს, იმიტომ რომ არანაირად რევოლუციური საქართველოს ხალხი არ გავს იმ ხალხს, რომელიც ომობდა ძალიანძლიერად. ამარცხებდა სოფლიოს უდიდეს და უზარმაზარ იმპერიებს და რაღაც აფხაზეთი გამოჩნდა პრობლემა. ამის მიზეზი არის ის, რომ არ აქვს ჯარი. მაგრამ ჯარი რა თქმა უნდა ვერ განვითარდება თუ ბიზნესი არ განვითარდა, თუ ამიტომ ისიც საჭირო და ის საჭირო, მაგრამ ეს ისევ და ისევ უკავშირდება ხელისუფლებას, იმიტომ რომ ვერც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან და ვერც სოფლიო ისტორიიდან ვერავინ ვერ დაასახელებს მაგალითს, რომ ერმა შეძლო წინსვლა ხელისუფლების გარეშე. როცა ერი არის ჩამოყალიბებული დამოუკიდებელ სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ ახლა ამდენი ძალიან უნდა ვილაპარაკოთ საქართველოს სხვადასხვა პრობლემატიკაზე. მithumetes საქართველოს ისტორიის ასე ვთქვათ, მრავალსაუკუნოვან განვითარებას თუ თვალს გავადევნებ, ძალიან ადვილად დავწუნდებით, რომ ნებისმიერი ზეობის ხანა საქართველოში უკავშირდება დიდ სახელებს. სხვა სახელია თქვათ, თავის დროზე იყო ფარლამაზი, ფარსმანი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი და უამრავი დიდი მეფე და უამრავი დიდი პოლიტიკოსი. ესე იგი, მაგრამ ვერც დავით აღმაშენებელი თუ გააკეთებდა ხელისუფლებაში რო ყოფილიყო. გამორიცხულია და ვერც ვახტანგ გორგასალი, ვიღად იმისა, რომ გოლიათები იყვნენ, იმიტომ რომ მარტო ერთი კაცის
ნიჭიერება, რომელიც ღმერთისგან მოდის, ხო, ღმერთი აზრს ადამიანს და შესაძლებლობას, თუ იმას არ შეექმნა სახელმწიფო სარბიელი, ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი ავიღოთ ამერიკა არის აწყობილი ქვეყანა, მაგრამ რაც კლინტონი ბუშმა შეცვალა, ხო თვისობრივად შეიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების გარშემო მთელი მსოფლიო დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ თვითონ ისეთ ქვეყანაში, სადაც აი ამერიკა ისეთი აწყობილი ქვეყანაა, რომ ლურსმანი რო დაწვა პრეზიდენტის ადგილზე, ამერიკა ერთი 100 წელი არ დაიგება. აი ასეთ ქვეყანაშიც კი თან კლინტონი არ იყო ცუდი პრეზიდენტი. საკმაოდ წარმატებული პრეზიდენტი იყო ბევრ სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებში და არა მარტო სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებში. ხო და აი მოვიდა სხვა გუნდი და ამერიკაში უკვე კლიმატი გამოიცვალა, ამერიკის დამოუკიდებლობა. ქვეყნის ისი პრობლემა ქვეყნის და ქვეყნის გარდა. ხა თქვენ წარმოვიდგინეთ საქართველოს სუსტ ქვეყანას, რომელსაც ყველა სფეროში პრობლემა აქვს და ჩვენ და საუბედური და ჩვენ და სამართლიანი და უწყობელი ქვეყანაა. ესე იგი რა პროცენტი მოდის მართლა ეროვნულ, მართლა დემოკრატიულ და მართლა პროფესიონალურ ხელისუფლებაზე. შესაძლოა ბუშმა გამოვიდა წერილი პირველი წერილი შეუნაძის. 5 პრიორიტეტი მიუთითა. ნუ ხელისუფლებაში როგორ ხდება ორიენტაცია. ერთი პრიორიტეტი იყო პროფესიონალიზმი, მეორე პრიორიტეტი იყო პატრიოტიზმი, მესამე პრიორიტეტი იყო კეთილსინდისიერება, ეს მეოთხე პრიორიტეტი იყო დემოკრატიულობა და მეხუთე პრიორიტეტი იყო პროფესიონალური ორიენტაცია. ასე რომ ხუთივე იმაში ჩვენი პარტია ჯდება ეროვნულობა ჩვენ არ გვაკლია, დემოკრატიულობა არ გვაკლია, პროფესიონალური პოლიცია გვაკლია, კეთილსინდისიერებაზე აღარ ერთადერთი პრიორიტეტი გაკლიათ რაც პროფესიონალიზმი? არა, პრიორიტეტი გაკლიათ თქო, რომელიც პრეზიდენტს უნდა აიღო თქვენზე. ზარს გულისხმობთ. თქვენ ხო აღნიშნეთ, რომ პრიორიტეტი ბუშმა მიუთითა, რომ აიღოს ესეთ ხალხს. ჩვენ ჯდებითო და ეს ერთადერთი ეს პრიორიტეტი გაკლიათ. ჩვენ გადაიქ ხოდი ჯდება, რომ საქართველოში წესიერი პატრიოტსალი პატრიოტი კარტაგიცა დამოუკიდებლობის არა, პრეზიდენტს ეხლა 21 წახა ეს დამიგეთ მე ყველა წარმატება საქართველოს პრეზიდენტის განხილვა და არ მიუყვებით იმ ადამიანთაც, რომელსაც შეუნაძის სიძულვილის გამო სოხუმითაც ემაგრექანა. თუ რამეს გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, ვერთა გაუმოწოდა. ეხლა მე პრეზიდენტს რომ დამიძახოს, ჩვენი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ჩემი ვისულა შეუნაძის გუნდში ეს გამორიცხულია. აბა ჯობია რომ საერთოდ მოხდე რა. ჯორბენაძე უნდა დაგიძახოთ ხოლმე. ჯორბენაძე ვერ გავიგე, შეიძლება მე შეყიდეთ. შეუნაძე თქო და ჯორბენაძე. ჯორბენაძე იგივე შეუნაძე არა. ჩემი შემდგომი კითხვა სწორედ არის ამასთან დაკავშირებით. ეს ახლა როგორ არის ახლა ჯორბენაძე იგივე შეუნაძეა, ხო პატარა შეუნაძეა. დიდი შეუნაძე არ მიდა და პატარა ჯორბენაძე რა შედამკარგია. გასაგებია, ბატონო. რატო ვერ გავიგე ჯორბენაძე და შეუნაძეს თავისი გუნდი ყავს. აგერ ერთიანდებიან ვახტანგ შეუნიშნელი ბევრი ახალი სახელმწიფო და თუ რამეს განაკეთებენ გარდა დავეხმარ მე მაინც და მაინც საკმაოდ უნდა ვიყო შეუნაძე ჩემი 14 წლიანი პარტია ყავს და ერთი 1000-ობით იცამ ყავს საქმეა გულშემატკივარი და მე ვეცდები რომ ჩვენი პარტია გაძა ამ თუ შედგება მთელი ოპოზიციის გაერთიანება და იგი დამიძახებენ უარს ამბილოთ ამით. ხო ეს სწორედ აი აქეთკენ მიდიოდა ჩემი კითხვა, როდესაც კითხეს ჯორბენაძე უნდა დაგიძახოს. უკვე ფაქტიურად გამოიკვეთა კონტურები იმ გაერთიანებებისა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში საარჩევნოდ ჩამოყალიბდა. არა, ერთი გამორიცხული. დავასრულე. იგივე ჟუანიას გარშემო იკრიბება გარკვეული წრე პოლიტიკოსების, სააკაშვილის გარშემო იკრიბება. ვერ ჟუანიას გარშემო გაერთიანებაში, ვერ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებაში ვერ მივარ. თუ ყველა ოპოზიცია გაერთიანდება, ჟუანია, სააკაშვილი, თოფაძე, მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატები, იქნება იქ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები. პატიაშვილიც შევიდა სხვათა შორის სააკაშვილთან აიხმო. აი ეგ სხვათა შორის ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი. ეს უკვე არის უპრინციპოების დემონსტრაცია. იმიტომ რომ მე არ შევავს. არა, იდეაში თუ დევს ოპოზიციის გაერთიანება, ოპოზიცია უნდა იყოს ეროვნული ნიშნით, ხო? ოპოზიცია არ არის ჩვენი თვითვიზანი, ჩვენი თვითვიზანი ოპოზიციონერობა არ უნდა იყოს პოლიტიკოსის თვითვიზანი. ოპოზიცია არის არა იდეური სოფხოდოლობრივი ნიშან-თვისების გამომხატველი და მაჩვენებელი. ოპოზიციონერობა არის შენი მდგომარეობის გამომხატველი. ვერ ხარ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსული. ამიტომ ოპოზიციონერი არის პარტიელი გიორგაძე, მოგიგეთ, მაგრამ ეხლა მე გეკითხებით თქვენ კომუნისტი ჯუმბერ პატიაშვილი და ესეთი მადაღებული დემოკრატი მიხეილ სააკაშვილო ერთ გუნდში დგანა, ეს მე ვიძლიერებს ერთ ორივეს პატიაშვილსა და სააკაშვილს ერთი პატრონი ყავს. იმ ერთი პატრონის გამოვალული მე მაგათი. ის პატრონი მე რომ დამოდა, დიდი ხანი ვიქნებოდი მოსკოვის გულისხმ. აბა რა შეიძლება, იმიტომ რომ შევარდნაძე სხვა და ეს ლოზუნგი ყველანი შევარდნაძის წინააღმდეგ მე ძალიან მოგონებს ლენინისტეულ ლოზუნგებს, ყველანი კოლჩაკის წინააღმდეგ,
ყველანი დენიკინის წინააღმდეგ და სხვადასხვა მახლო იქნა გამოყენებული დენიკინის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ლენინმა მახლო გამოიყენა და გაანადგურა. მე არ მიმაჩნია ახლა შევარდნაძის ხელისუფლების აპოლოგეტი ბენტკუნა არა ვარ და მაშინ როდესაც შევარდნაძის დრო შესაფრელებდა იგივე ჟონია და სააკაშვილი ოპოზიციური შევარდნაძის მედექი ოპოზიცია ხელს უდგებოდა და დასამალი არ არის პრეზიდენტის არჩევნისო ბოიკოტი გამოუცხადა მაგეზბულისათვის აგერ ჩემს მეგობართან რომელიც დღეს მე მახლავს გორში ავილახე კიდევაც მაგრამ შევარდნაძე ახლა მე არ მიმაჩნია იმ მასშტაბის ბოროტება რომ მის წინააღმდეგ დავდგე პატიაშვილის გვერდით იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ედვარდ შევარდნაძე როგორც მოვლენა საქართველოს ისტორიაში პატიაშვილზე ყველა მაჩვენებელს მაღლობს შეიძლება ეს ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკური აზროვნება 9 აპრილიდან მოყოლებული არის თუნდაც 9 აპრილიდან მოყოლებული ჩარჩენილი ასე არაფერი არ ამაქვს ჩარჩე ჯუმბერ პატიაშვილთან ვაქვს ძალიან კარგი პიროვნული ურთიერთობა ჯუმბერ პატიაშვილის ჩემთვის არაფერი არ დაუშევებია პირიქით თუმცა პოლიტიკათი მარი ვიყავი დააჩქარა ჩემი საქართველოსთან გამოყვანა და პიროვნულად თუ მაგაცადმე დაჭირდება ჩემი დაყვანა ვერტმოხელი მომმართოს და ძალიან მიხარია რომ წარმატებული ბიზნესი აქვს სოფელწარობაში მაგრამ ვერ გავიგე ხა დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერი 14 წელი შევარდნაძე იყო და ეხლა ისევ ძველი კომუნისტი უნდა იყოს შეიძლება რომ სულ კომუნისტური მენტალიტეტის ხალხი იყოს ეს არის ერის სირცხული იქნება უბრალოდ ესე რა გამოდის და ასე ჩვენ არ უნდა ვიტყვით იმაზე ჩვენზე რაც იქნება უცხოეთში ესე იგი ქართულმა ერმა თუ 2005 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ისევ და ისევ ყოფილი კომუნისტური სტრუქტურები უნდა გამოიყვანოს და სხვა ლიდერი არ გამოჩნდება ასე დროს საერთოდ ჩემი მასშტაბის ადამიანებში უკვე ჩნდება დიდი ასე თქვა ხალხური გზნობა საკუთარი ერის როგორ შეიძლება მე შევახსენებ მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენ პირდაპირ ამიტომაც არ უწევს მაგათი ოპოზიციონერების რომ შევახსენებ მაყურებელს ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწევთ ჩვენ ტელეფონის ნომრებია 713-31 ან 710-39 თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პირდაპირ ეთერში დაუსვათ ბატონ ირაკლი წერეთლის თქვენი კითხვა ასევე იმ აბონენტებს რომლებსაც ჯერ კიდევ ორიანი სადგური აქვს სატელეფონო სადგური აქვს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ კოდით 8270 ასევე სხვა ქალაქების გულისხმობ ქარელს ხაშურს კასპს შეუძლიათ აი ამ კოდით დაგვიკავშირდნენ და თქვენთვის სასურველი კითხვა დასვათ ჩვენთან პირდაპირ ეთერში ბატონ ირაკლი ნატოს ფუნქციებზე როცა ვსაუბრობთ ერთ-ერთი შემოფერხებელი მომენტი ალბათ ისიც არის რომ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ჯარები იმყოფებიან რუსული ზეა გავიყვანოთ ეს ჯარები ეგ არის მხოლოდ დღეს უკვე არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს აქ საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტის საქართველოს ხელისუფლების პრინციპული ნება თქვენ მიმართულებით ცოტას გაინძრევიან მე ჩემი მხრიდან როგორც დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე და როგორც საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტის კოორდინატორი ყველანაირად დავეხმარებოდი. აქ უკვე ჩვენი საქართველოში დღეს რუსეთის ჯარი და ეს ყოველთვის ჩვენი სამორჩილო ფაქტია. კიდევ ერთი მასშტაბი ხაზზე ბატონი ირაკლი. შეიძლება ასეთი სტაბილიზებას რჩება. რომ შეიძლება რუსეთის ჯარი რუსეთთან გამიდეს და საქართველოში დარჩეს. იმიტომ რომ პრაქტიკულად არც აღარ არის რუსეთის ჯარი. აღასაზე პარტიზმეზე აზერბაიჯანში აღარ არის, შუა აზიაში აღარ არის და ამ საქართველოსთან აღარ გავიყვანო. ამ თემაზე გავაგზავნოთ ცოტა საუბარი. მოდით მოვუსმინოთ ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობათ, გასულ. ისა კითხვა მინდა ამისანა დაგისვათ ახალგაზრდთან დაკავშირებით. რკინიგზა რო გეიხსნა სოჩიდან სოხუმამდე, რატომ არ შეუძლია ჩვენ ხელისუფლებას რომ ეს რკინიგზა გაეხსნა და უშუალოდ თბილისიდან გაგრამდე? რომ გაეშვა მატარებელი რომ ხალხმა იმოძრაოს. თქვენ რას გულისხმობთ რომ ჩვენივე ხელისუფლებას აიღო? ჩვენ ხელისუფლებას გეეხსნა რკინიგზა და უშუალოდ თბილისიდან გაგრამდე რომ იაროს მატარებელმა. და არა რუსებს იქიდან. აქ ალბათ არის ერთი პრობლემა. რამდენადაც აფხაზეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სამწუხარო და საუბედუროდ ვერ კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ უპირველესობისა. რამდენადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ვერ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და აფხაზეთი ფაქტობრივად თვალსაჩინო არის დროებით ისე მიტაცებული ტერიტორია, ალბათ ეს არის თავი და მარტივი მიზეზი იმისა, რომ იგი რკინიგზის გაყვანა ვერ ხერხდება. მაგრამ თუ რაღაცა სასწავლებლების ზემოთ შეიძლება რაღაც ამოსვის, საქართველოს ხელისუფლებას მაინც შეუძლია რკინიგზა გაატაროს აფხაზეთში და პარტნიორებს, მაშინ ეს კიდევ მისთვის იქნება დამამზადებელი დაეუფლა. ამ მიმართულებით ალბათ ეს დღეს არასერიოზულობა იქნება, სანამ არ დაბრუნდება აფხაზეთი, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. იმ გადმოსახედზე, რასაც მე ვუყურებ.
და იგივე გარუსების პროცესი თქვა აფხაზეთში. აფხაზეთის გარუსების სრული პროცესი ვიდა მოქალაქეობის, ისა ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოშია, ხო? ან საქართველოს განვითარებია. იქ ძირითადად მოსახლეობა დარჩენილი იყო, თავიდანვე იყვნენ გარუსებულები და გარუსებულები რო იყვნენ, იმიტომაც მოხდა უკვე ქართველებსა და აფხაზებს. ეს პასპორტიზაცია ვიგულის. ეს ცუდი პროცესია, მაგრამ აქ არის ერთ-ერთი გამოსავალ ამიტომაც. საქართველოს უნდა გააკეთოს მკვეთრი განცხადებები პერმანენტულად, რომ ის ამ პროცესს არ ცნობს კანონიერი. მაგრამ ხალხი შეუშლის. აქაც შეუშლის ხელი საჭიროა ძლიერი ჯარი, ძლიერი პოლიცია და საბოლოოდ დღეს პუტინ შევარნაძე შეხვედრა უკრაინაში. რაიმე იმედს თუ ამყარებს. ვიცი რომ აი ამ მიმართულებით ერთად პოტაკუბანიშვილმა იხუმრა პუტინის მიმართ არ გაგობრაზო პუტინო, თავი არ გაგო პუტინო. პუტინზე და შევარნაძეზე შედგათმოსაკდი და შემტერი იყოს. არანაირი იმედის უნდა შეხვედრაზე არ ვყარე. წარეგმა თუ მაინც ამერიკას გადაწყვეტალა, თუმცა თქვენ რო წინა საუბრისას არ შეძლებდა პერმანენტული განცხადებების კეთება საჭირო. ნუ შეიძლება შევარნაძე უნდა გააკეთოს ეს პერმანენტული განცხადება. შევარნაძე რატომაც ამ რუსეთთან დაждდება ის პირ ავიწყდება რომ დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერია და ხშირ შემთხვევაში ისე იქცევა როგორც რუსეთის მიერ თავზე ოკუპირებული საბჭოთა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ნუ ეს ბუნებრივიც არის 60 წელი ცხოვრება ამ კაცმა გაატარა არათავისუფლ პირობებში და ცნობილი ისეთი გამოკვლევაა რომ თქვათ ზოპარში გაზდინ ნადირს გაუშვებენ ტყეში ის გუგება. მე ისე არ გამიგოთ რომ საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს ზოპარში გაზდინის ადამიანს მაგალითად მოიყვანა. ეს კაცი მიჩვეული არის, კარგად ვერთა დიდმა ფსიქოლოგმა შოთა ნადირაშვილმა ეს არის წყინვალე შემსრულებელი, წყინვალე მეორე კაცია მაგა. ეხლა აღმოჩნდა 93 წლიდან პირველი პირის როლში და აქ უჩის და არა მარტო დღეს გაუჩირდება ეს მატერიალი არის საქართველოში პირველი კაცია. კიდევ ერთი მაყურებელის. თქვენ ასე ვფიქრობთ რა თქვენ არ ვფიქრობთ ასე? კარგად არის. ალო. შევარნაძეს. მე გთხოვთ ჩემ აზრს ნუ გამოვაყენო. თქვენი აზრია უფრო საინტერესო. ალო. დიახ, გისმენთ. ოღონდ ერთი შეკითხვა მაქვს. კი, მაგრამ საქართველოს დაანგრია მაგანა და მაგის დაირმა ხალხმა. დავიღალეთ ხალხომ შივრები ვიხოცებით, პენსიები ჩვენ არ აგვაქვს, არაფერი ჩვენ არ აგვაქვს. აღარას თქვენიათ ლაპარაკობენ დაანებონ ამ რუსეთს თავი. რუსეთთან არც მონები ვიყავით, არაფერი არ ვიყავით. მონები ეხლა დაგხვდეს და რას ცირცვილით ჩამოდიან და სხედან და ლაპარაკობენ 1000 რამეს. გასაგებია თქვენი პოზიცია. მე არ უპასუხებ ბაქრაბატონს იმ მარტივ მიზეზის გამო რომ ბაქრაბატონ ალიკათა ჩემთან პირდაპირ ლაპარაკი შემოვლით მელაპარაკება და ამიტომ თქვენ გაიცით პასუხი რა უნდა უპასუხო ადამიანს რომელსაც ის ვერ გაუგია რა არის დამოუკიდებლობა და აი იყო გასაგებია. თუმცა მე მაქვე არა არ უპასუხებ მე თავმოყარებაცია ჩემთვის არ დაუსვია შეკითხვა თქვენ გეკითხებათ და მაბრალებს ესე იგი თუ მორწმუნეა სასწრაფოდ უნდა წავიდეთ ღმერთთან და ამ ბინძური ცილისამებისათვის პატიება უნდა ითხოვოს ღმერთისგან. თუმცა უბრალოდ ინფორმაციის სახით გეტყვით რომ საქართველოს გორში განსაკუთრებით ნოსტალგია გარკვეული არსებობს. ნუ პრობლემაა იმ ადამიანების უსწრაფო ნოსტალგია აქვს და არანაირი ასე ვთქვათ ეს რომელ თაობაში არსებობს ეს ნოსტალგია? უფრო მოხუცებს. ხო, ამიტომ ვაცალოთ მოხუცებს ვერთად ითხოვს იცოცხლო და თუ აქვეყნად ვერ გაიგეს. აი იყო კომუნისტური რეჟიმი, აი მაგ ნოსტალგიითო წარდგები აქვს ის წინაშე და მაგ ნოსტალგიით სადაც ამოყოფენ თავში მტრის შემდეგ მე გამიქცევენ მაგრამ მე გვიან იქნება უნდადებელო და მაშინ გითხავთ არის მე ვერანაირად ვერ გავუგებ იმ ადამიანს იმიტომ გუშინ საქართველოს რუსთან მოვმარშვენ ერთი შესანიშნავი ამერიკული მულტფილმი ცელებზე იყო ეს გადაცემა ადამიანს რომელსაც აქვს თავისუფლების მოთხოვნილება ადამიანი რომელიც ცხოვრობს არა თავისუფლების პირობებში და მას გონია რომ ბედნიერია მე არანაირად არ მინდა ასეთი ადამიანების გაგებას მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი ამომრჩევლობიანია და ვიცი, რომ ჩემი ეს განცხადება წამგებიანია, შეიძლება ჩემი რეიტინგისაც ვარ. მე იმით განსხვავდები სხვა პოლიტიკოსებისგან, რომ ჩემთვის ამომრჩევლის სხვა და რეიტინგი კი არ არის თავარი. და ისტორიისათვის ცხოვრობ უბრალოდ პოლისა. სიმართლე და ჭეშმარიტება. გასაგებია, მაშინ აქ შეიძლება ხა პროვოკაციულად მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვა, მაგრამ ძალიან გორში სტალინის სამშობლოში ვიმყოფებით და იქნებ აი მე ვფიქრობ რომ ეს სტალინზე აქ არაფერი შუაში არ არის სტალინი იყო ობიექტურად კაცობრიობის მრავალ საუკუნეურ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და ერთ-ერთი უდიდესი წარმატებული პოლიტიკოსი რომელზეც თვითონ
დემოკრატიის ერთ-ერთმა მამამ ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ეს იყო უდიდესი დიქტატორი, რომელმაც შექმნა და მორჩილებაში მოიყვანა უზარმაზარი იმპერია. ამიტომ იმ გზაზე, რასაც სტალინი აკეთებდა, ეს იყო შემოդარებელი პოლიტიკოსი, მაგრამ სტალინისტები, როგორც ვთქვათ, დიდი პიროვნებისადმი პატივისცემა სულაც ამნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავიზიაროთ მისი იდეები. მე პატივისცემ სტალინს როგორც დიდ გადამთავარს, როგორც მაინც ქართული გენის წარმომადგენელს, რომელმაც რუსეთის იმპერიაში, უდიდესი იმპერია შექმნა, მაგრამ იმ იდეოლოგიას, იმ შედეგებს, იმ რა ქვია, წარმოდგენებს ერთი წამითაც ამიზიარებდა, ღმერთმა არ გამიზიაროს, რომ ეს რომ დამოდა შევიდოდი თავზე კომკავშირში და ჩემი ძირფას ახალგაზრდობის წლები არ იქნებოდა საბჭოთა კავშირის ვაგონებში გატარებული, მაგრამ საქართველოში ეგ არის თორე ეპოქის უდიდურება. ეგ არის დღევანდელი ხელისუფლების ბრალი, რომ ნოსტალგია გაუჩინა. აბა საქართველოში გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა და თუ იმას გაახსენდება საბჭოთა კავშირი. ასე ჩვენ ისეთ რეგიონებში იმას სხვათა შორის არ მაინტერესებს. იმას რატო არ აფასებენ? ქართული კაცი გორში დაბადებული გიორგი კანდელაკი დამოუკიდებელი საქართველოს გორში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის გიორგი კანდელაკი საერთოდ თუ გავიდოდა მოხდა ასპარეზი და თუ გავიდოდა როგორც ქართული გავიდოდა თუ როგორც რუსი. ეს პატარა არგუმენტია. გიორგი კანდელაკის სახელი გაიგო მთელ მსოფლიომ და გაიგო არა როგორც გლადიატორის რუსეთის მიერ დაპყრობილი ერის წარმომადგენლიც და გაიგო როგორც ქართული კაცის სახელი და ახლა შეიძლება კანდელაკისთანაც წარმატებული სპორტსმენი ბევრი არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ ხო არიან სხვადასხვა დარგში წარმატებული სპორტსმენები და ეს ყველაფერი დღეს საქართველოს ნაკრები ხდება იტალიის ნაკრებს, ამას ვინ შეხვედრებდა და დღეს ქართული ახალგაზრდობით გადაჭედილია ამერიკის შეერთებული შტატების, ლონდონის და უცხოეთის უნივერსიტეტი, ამას რატომ არ აფასებენ? გასაგებ. იმიტომ რომ ხშირად და წყურია, ხო შეიძლება. მართლა ისეთი მეგობადიეთ, გაცნობიერებისას ჩემთვის თავისუფლება არის უზენაესი ღირებულება და მე ძალიან მწყინს, რომ ესე იგი ჩემზე უკეთესი აპოლოგეტები რო არ აყავს საქართველოს თავისუფლებას. ეს უნდა მეკითხა. ეგ ისტორიული სირცხვილია. თქვენი აზრით, აი ეროვნული მოძრაობის დროს რომელიც აქტიურად იყავით ჩართული და მართლა ერთიანი იყო ქვეყანა 9 აპრილის მოვლენების დროს მის წინ ის შემდეგაც ალბათ ერთად შეკრული საქართველოს დღეს რა ჭირს? მაშინ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, როცა ჩვენი პარტია და მისი ლიდერები დაწინაურებულ შვებიც იყო, მაგრამ ჩვენც ვიყავით. როცა ჩვენი მსგავსი ლიდერები და პარტიები დაწინაურებულია საქართველოში, მაშინ არის აი კაი მაგალითი მოიყვანე, საერო იტყვია, გამოთქმული, კაი პადა შემოუწოდე, ხო, შენ ჩემს ასაკობრივად. აი როცა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და მისი მოკავშირეები ძალები თუ ხელმძღვანელი ყოფილიყავით, ვიყავით საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებაში დაწინაურებული და ხალხი ჩვენ ყურდა ყველაფერი მიდიოდა ხუთიანზე და შემდეგ როდესაც ჩვენზე მაღლა დააყენეს შევარდნაძეები, პატიაშვილები და რა ვიცი, საიდან გამოჩეკილი ლიდერები, რა საზოგადოებას მივიღეთ და რა მდგომარეობაში ვართ, ასე რომ საზოგადოებაზე ზედმიწევრით არის გამოჭრილი ეს ქართული ხალხური აბაზა, რაც მოგივა დავითომ ისე ჩვენი დავითომ. ეს სხვადასხვა კაი დემონსტრაცია იმის, როცა ეროვნული ძალები მართავენ ქვეყანაში სიტუაციას. ყველაფერი კარგად არის. მაშინ ჩვენ არც პოლიცია გვყავდა, არც არ მეყავდა. აფხაზეთის პრობლემა მოუგვარი თუ მოხდეს და სამწუხაროდ პრობლემა მოგვარდა და ქართული კაცი როცა მე ვიყავი ძლიერი საქართველოში, ამაყადადიო და არა მარტო საქართველოში, თორსოფლიებში. გასაგებ ძალიან ცოტა დრო გჭირდება და ახლა 5 და რამდენიმე კითხვა მინდა რომ ისი არ დაუთავოთ გადაცემა რომ არ დავსო და იქნებ მოკლედ მიპასუხო. სამაჩაბლოს პრობლემა ახსენეთ. აი ქართულ-რუსული კონფლიქტი და მისი გადაწყვეტის გზებზე თქვენეული ხედვით რა თქმა უნდა. აი გიფიქრიათ მე დარწმუნდა. მაგრამ მე მასეთ პრობლემებს მე მომხრეობა პრობლემები გადავწყვეტ ისე როგორც მეტავდა თავიზოზე ვახტანგ-გორგასალი დავით ბომბის ძალის მიერ გზით. თუნდაც ზალი ხო აბა ვერ გავიგე საქართველოში ცხოვრობს არაქართველი და არცებს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობას და ხა სამაჩაბლო მით უმეტეს რუკაზე რო დაგდედავ არის შუაგული ქართული ხო ეს ნუ აფხაზეთი მაინც განაპირა რეგიონი საქართველოა ისიც საოცრება განაპირა სამაჩაბლო 4-ვე მხრიდან საქართველოს ვარწყია და რუსეთის ავტონომიაზეა მოკლედ ეგ ავტონომია უნდა გაუქმდეს რადგან არ უნდა ჭირდეს ოღონდ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მაშინ საქართველოს როცა ეთელება თავისი გადაწყვეტილების მასალურად გამოძრების თავი რატომ ავტონომიაზე გასაგებია თქვენ და ჩვენი პოზიცია ესეთი კითხვა ბოლო კითხვა ალბათ თქვენი სახელი თქვენი ასე ვთქვათ სახელი გამომჟღავნდა ერთ-ერთ ასე ვთქვათ ინციდენტის დროს შარშანდელი ინციდენტი მაქვს ზურგეთის რაიონში თუ არ ვცდები, როდესაც იქ ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა და
თქვენი სახელი ასე თქვა ბოსტონის ჯგუფი თუ არ მეშლება, ან ჯგუფთან იყო. აი, უბრალოდ მაგ მოხდა ახლა რომ თქვენ აი მოკვეთილი ბერების საპატრიარქოსთან ურთიერთობა. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს 1500 წლიანი ავტოკეფალური ეკლესია, როგორც წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს საპატრიარქოს და არა მარტო საქართველოს საპატრიარქოს, ეს 20 საუკუნის უბედურება არის, ოფიციალურ მართლმადიდებელ სამყაროს მართლმადიდებელი წმინდა სწავლებიდან გამომდინარე, დიდი ჟურის კანონის პროზით შექმნილი აქვს სერიოზული სოფხედოლოგიური და სარწმუნოებრივი პრობლემები და აი ამ საქმეზე მიმდინარეობს ჩვენ შორის წმინდა თეოლოგიური დავა. თორე ვარ მართლმადიდებელი და ღმერთმა დამიფაროს და ვამაყობ ამით, რომ მართლმადიდებლ საქართველოში ვარ დაბადებული. ეს არის დავა, რომელიც ალბათ ღვთისყალობით გადაწყდება. უბრალოდ დაარბიეს ეკლესია, იმიტომ რომ ის ეკლესია, რომელიც შედებოდა, გამოაცხადეს, რომ თვითონ იეღოლები იყო, გაირკვა ყველაფერი. არანაირი იეღოლური და სექტანტური თქვათ იქ წამოწყება არ იყო. მე მოხდა იქ შერიგება უპრობლემო. აი საპატრიარქოსთან ახლა როგორი ურთიერთობა? საპატრიარქოსთან მე მუშაობ იმ მიმართულებით. ეხლა ეს ისეთი საკითხია, რომ ამას უნდა სერიოზულად მაშინ ცალკე შეხვდეთ, იმიტომ რომ 5 წუთში მე ვერ ჩავეტევი და შეიძლება ვიღაცა პროვოკატორმა დამიმდო, ხო, ვიღაცა მართლმადიდებელი არ არის და ისე იეღოველი და ისე ვიღაცა სექტანტებია. საპატრიარქოსთან ჩემი დამოკიდება ასეთია, რომ საპატრიარქო დიდი ჟურის კანონის საფუძველზე თვითონ საკუთარი იმ კანონების საფუძველზე, რასაც ემყარება მართლმადიდებელი ეკლესია, მაცხოვრებელი ეკლესია ქრისტეში, უნდა გაასწოროს თავისი ცნობიერებები და პრობლემა არ არის. ასე და ბოლო კითხვა, შიდა ქართში ვიმყოფებით, ჩვენს გადაცემას უყურებთ როგორც ხიმაში, ქართული მოსახლეობა, დიდი ლიახვის ხეობის სოფლები მაქვს. კასპი, ხაშური, ქარელი, გორი. აი თქვენ რას ეთქოთ რა როგორ მიმართოთ? მე უბრალოდ სხვადასხვა ვეთქოთ ჩვენს მოსახლეობას, მე მესმის აბსოლუტურად აუცილებლია, უცად მოსახლეობის ნაწილი მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში. და ხო არ ფიქრობთ, რომ რეგიონებში გასვლა პოლიტიკოსისთვის შიდა აუცილებელია? კი, მე დავდივარ, შეესწორა ფიქსდება ტელევიზორში ხოლმე, იმიტომ რომ საერთოდ იგივე თქვენი მეგობარი ტელეკომპანია რუსთაველი ატომაც თავს არიდებს ჩვენი მოღვაწეობის გაშუქებას. მე ყოველთვის ვაპატიჟები ტელევიზიის, მაგრამ ატომატურად მითითება სხვადასხვა პარტიებიდან თუ ხელისუფლების არ მგონია, ვერ დაგეთანხმებით, რა ვიცი. შეიძლება ნაკლებად საინტერესო მოვლენა თქვენი მხრიდან. არ გულისხმობ, რა ვიცი, ნაკლებად საინტერესოა ერთი კვირა მთავრობის სახლის მიდიოდა ანტისამთავრობო აქციები და თუ მართლა შეუძლია გადაყენება და მთავრობის გადაყენება. არა, ასეთ ანტისამთავრობო აქციებს იგივე ზვიად ქალბატონი მანარჩოზე გამსახურდია. ქალბატონი მანარჩოზე გამსახურდია აქცია არის გრძელდება 300 დღე და არანაირი შედეგი მოსალკული იყო. იქ აქცია მიდიოდა მატებისგან 30000 ახალგაზრდა კაცი მოვიდა, მაგრამ მე მოხდა ისე რომ დღეს ვინც ბევრს ლაპარაკობს შეურაცხყოფის გადაყენებაზე, როცა კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა ჩვენს უმბოცო და მათ პრეზიდენტს, იმიტომ რომ მე ის არ ამირჩევია, შანგბადის ფალიში მიაწოდეს, თორემ ის აქციები რომ გაგრძელებული იყო, ედო შეურაცხყოფა უკვე მიდიოდეს ფოტოშოპში. და მე ასე დავსწავლე. შევწავიდე შეურაცხყოფაზე და მე რომ თავრობა. თუ თავრობის წასვლა შეურაცხყოფას არ ნიშნავს და შეურაცხყოფა ნიშნავს რომ არა ყოფადამიტოში. ეს აქცია რუსთავი ორის გამო დაიწყო. ეს აქცია დაიწყო რუსთავი ორის გამო დაიწყო, მაგრამ მე გადაიზარდა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საინტერესო მიმართულება მიიღო და შეიძლება ესეც გქონდა რუსთავის. ახლა რუსთავი უნდა შეეგუოს იმას, რომ ამოდენ წარმატებული ტელეკომპანიაც არ უნდა იყოს რუსთავი ორი, საქართველოს გაცილებით უფრო დიდი მოვლენა, ვიდრე ცალკე ეროვნული. გასაგებად ჩვენ მოსახლეობას ერთი წუთით რა მიმართოთ და თავად. მოსახლეობას ას მიმართავ იმას, რომ შეიმოსო სიყვარულით, წმენით, იმედით და ამაზე ძიმე და გაუსაძლებსელი გომანობა ყოფილა საქართველოში თუთოს გადავალეთ ქართულის ისტორიას და ქართული კაცი, ქართული ერი ყოველთვის იმედით უყურებდა მომავალს და ბოლოს თემი ჩემი პასუხისმგებლობით, ჩემი კაცური პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვაცხადებ ერთ მნიშვნელოვნად ყველაფერი ქართული ერის ხელშია. მოინდომებს ქართული ერი საქართველოს იყოს ძლიერი სახელმწიფო, საქართველოს იქნება ძლიერი სახელმწიფო. არ მოინდომებს რომ საქართველოს იყოს ძლიერი სახელმწიფო, იქნება უარესი მდგომარეობა. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ქართული ერის კატეგორიებაზე, მის ძალისხმევაზე, მის შემართებაზე და ვერთა გაუგებთ საქართველოს და ქართული ერის სხვადასხვა. ერთი დღეა მეცოცხლო საქართველოს და ქართული ერის ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ერთგვარ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა საზოგადოებას. დიდი მადლობა ბატონი ირაკლი, რომ ჩამოგზავნეთ გორში, მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ეთერში იყო ტელეკომპანია ტრიალეთი გადაცემით რეგიონის სტუმარი, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი წერეთელი.
ჩვენ ერთმანეთს მომავალ სამშაბათს შევხვდებით და ჯერჯერობით ვერ გეტყვით ვინ იქნება ჩვენი შემდგომი გადაცემის სტუმარი, თუმცა დაგველოდეთ აუცილებლად გავეთერში გადაცემა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ. როგორც